მოგესალმებით ამ ვიდეოში, მე ვარ ვაჟი კაიშვილი და გასწავლით ამ ვიდეოში დეფრაგმენტაციის პროგრამას განვიხილავ, რომელიც ყველა Windows-ზე აყენებენ ამ პროგრამას, რადგან ეს დისკები დაყოს ეს დისკები კი არა, შეაერთოს ეს დისკები და თვრად იმუშაოს ამ დისკებმა. ანუ კომპიუტერი უფრო აღარ გაჭედავს, ვიდრე ჭედავდა. მოდით. პირველ რიგში გთხოვთ, რომ გვერდი დამისუბსკრაიბოთ. ჯერ მაქვს 4 ვიდეო და მოდით დავიწყოთ. პირველ რიგში შევიდეთ დეფრაგმენტაციის პროგრამაში. Yes, okay. შემდეგ აქ ამოვირჩიოთ ან C დისკი, ან D დისკი. ორივეზე გაკეთებული მაქვს, მაგრამ D-ზე მაქვს ყველაფერი შენახული, რასაც ვიწერ და მოდიაზე გავაკეთებ. ვაჭერთ D-ს ერთხელ ოღონდ, თორემ მე სხვა რამე გაიხსნება და ვაჭერთ Start. აქ ეს თეთრი უჯრები ნიშნავს, რომ ცარიელია. ამიტომ ინახეთ მარტო ეს ცოტა მაქვს და იქნა გაკეთდა. როცა ესეთ რამეს ამოვაგდებს, ანუ გაკეთდა. ეხლა ვქნათ მოდი C დისკზე. აქ ნახეთ რამდენი რამე მაქვს. შრება. კომპიუტერში ალაგებს ისეთ ადგილებზე, სადაც თავიანთი ადგილია და კომპიუტერი აღარ ჭედავს. როგორც ხედავთ, იკლებს. არა ისდება გიგაბაიტებში იკლებს, რაც ვირუსიანი იმას შლის, ზოგ რამეს. და ერთი გადარჩა, არა, და მორჩება ერთი გადარჩა. აქ კომენტარი ახსნილი თუ რას ნიშნავს. ეს თეთრი არის უფასოფრი და ეგეთი რაღაცები რა. ხა მორჩება. ეს პროგრამა რო გატიშოთ, აქ მაინც იქნება და მაინც განაგრძობს მუშაობას. მაგრამ მე არ მინდა. Let's release one video.